მოგესალმებით ყველას. დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია სოსო მანჯავიძე. მოგესალმებით სოსო. მოგესალმებით. მივესალმები მაყურებელს და მსმენელს. ბატონო სოსო, ბოლო 2 დღეა რაც დაიძაბა სიტუაცია მსოფლიოში და ამის ინიციატორი რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გახდა თავად დონალდ ტრამპი. იმიტომ რომ მოვიდა მშვიდობის ხადაგებლის ლოზუნგით და შემდეგ აი ამ ბოლო პერიოდში ესეთი ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და გადაიქცა მეტოფეთ. თამამად შეიძლება ამის თქმა და ამის დასტურად აი ეს ორი წყალქვეშა სტრატეგიული ბომბდამშენი, ანუ გააგზავნა საათი საბმარინა წყალქვეშა თქვენ უკეთ იცით და ამას მოგვახსენებთ და ზოგადად რა ხდება ამ ყბადაღებულ სანქციებთან დაკავშირებით. ნაპატიეთ სანამ დავიწყებთ, ყველაზე მნიშვნელოვანი და გასაკვირი ის იყო, ჩინეთისგან არავინ მოელოდა რომ გატყდებოდა ამერიკის წინაშე, მაგრამ ყველა გაგოკვირვა ინდოეთის გადაწყვეტილება რა და აქ ხუროთ კიდეც მეგობრება მომწერეს რომ JD Vance-მაც ვერ უშველაო. ვინც არ იცით, გეტყვით რომ ინდოელი ცოლი ყავს და ანუ ინდოელების სიძეთ ითვლება და ამ დროს ვიცე-პრეზიდენტია, მაგრამ აბსოლუტურად ნიველირებული გამოდგა მისი პოზიცია. ბატონო სოსო, ბრძანეთ, მე არ გაგაკვეთინებთ. პირველ რიგში რას ეხება ეს მოულოდნელი ესკალაცია, დაიწყო ესე იგი ამას ეგრეთ წოდებული ტვიტების ომი. ტრამპი როგორც ვიცით დიდ დროს ატარებს ამ ტვიტერში და თავის სოციალურ ქსელში და მედვედევიც სხვათა შორის ხშირად აჟღერებს როგორც ცოდნე ადამიანები ამბობენ კრემლის პოზიციას ესე ვთქვათ ინფორმებით რომლითაც ეს პოზიცია არ შეუძლია გამოხატოს იგივე ლავროვმა ან დაუშვათ თვითონ პუტინმა. ამას ადრე ითავსებდა ძალიან წარმატებით პატცემული ჟირინოვსკი. გვახსოვს ხო? შესაბამისად ესე იგი ტრამპის პასუხიც ეთყობა ამის გაცნობიერებით იყო ნახევი ხა ტრამპმა კარგად იცის რომ ის რასაც ამბობს მედვედევი ესე იგი ამას ფიქრობს პუტინი ხო? ანუ თემა რას ეხებოდა? თემა ეხებოდა იმას, რომ ულტიმატუმი იქნა წაყენებული, რომ 50 დღეში, რატომღაც ეს 50 დღე გადაიქცა 12 დღეთ, ესე იგი თუ არ იქნებოდა პუტინისგან ის პოზიცია გამოხატული, რომელსაც მისგან მოითხოვს ტრამპი, მაშინ მეორადი სანქციები იქნებოდა შემოღებული. მეორადი სანქციები რას გულისხმობს? ესე იგი რუსული ნავთობის გაყიდვის გზაზე ფაქტურად გადაულახავით აბკოლევების შემოღებას. იგულისხმება ჩინეთისთვის და ინდოეთისთვის და ყველა სხვა ქვეყნისთვის, ვინც რუსულ ნავთობს მოიხმარს, ჯერ 500%-იანი, შემდეგ 100%-იანი, ასე ვთქვათ, ტარიფების დაწესებას. ახლა რა თქმა უნდა, ეს გაუგებრობას იწვევდა, ეს მუქარა იქიდან გამომდინარე, რომ ეს ტარიფები ერთხელ დაწესდა, ხო? ახლა ესე გამოდიოდა რომ ისეთ ქვეყნებთან როგორც რომლებიც წარმოადგენენ ამერიკის თავარ სავაჭრო პარტნიორებს ასე ვთქვათ ამ შემთხვევაში ჩინეთი იგულისხმება ხო და ინდოეთი და სხვა ქვეყნები კიდე კვლავ დაიწყებოდა ახალი ეტაპი იწყებოდა რუსული ნავთობის გამო ამ სატარიფო ომის და სულად არა პროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოყოლოდა ამას და შეიძლება მოყვეს ამას. ლამა გამოიწვია ხა ცხადია ჩინეთის პასუხი ვიცით, საუბარი იყო ინდოეთზე, ახლა ინდოეთთან სპეციფიკა აქვს, მინდა ვთქვა რუსეთის რუსული ნავთობით ვაჭრობას, ვინაიდან ინდური ეს მიმდინარეობს რუპიებში, როგორც ცნობილია, რუპიების რაოდენობა დაგროვილი რუსეთს და არ იცის რა უქნას. ფოტოშოპის ცნობისთვის. ინდოეთს ეს ძალიან აწყობს. თავისთავად ცხადია, დისკაუნტით ყიდულობს ნავთობს და ინდური ეკონომიკისთვის, რომელიც ყველაზე მზარდი დიდი ეკონომიკაა მსოფლიოში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცხადია იაფი ნავთობი, ხო? ისე როგორც ჩინეთისთვის. ისინი ამ ენერგორესურსებს, ასე ვთქვათ, ჭამენ დიდი რაოდენობით და მათთვის ეს ამასა კრიტიკულად
დიდი მნიშვნელობა ახლა როდესაც ამ ხელა ციფრებზეა ლაპარაკი და უმზარმაზარ ეკონომიკებზეა ლაპარაკი, ცხადია რომ ნებისმიერი ასეთი რამ დაუშვათ შეცვლა ენერგომომარაგების ძალიან მტკივნეული შეიძლება გამოდგეს. აქედან გამომდინარე ინდოეთის პოზიციას ჰქონდა კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა და გაინდოელება გამოხატეს ძალიან მკაცრი ფორმით სხვათა შორის ეს. მიუხედავად იმისა, რომ სიგნალები იყო სხვადასხვაგვარი. ახლა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ინდოეთი უზარმაზარი ქვეყანაა, მსოფლიოში ყველაზე დიდი მოსახლეობით, ბუნებრივია რომ იქ არის ასთა სხვადასხვაობა, იქ არის ინტერესთა ჯგუფები, იქ არის პროდასავლური, ესე ვთქვათ, ძალებიც, კონსერვატული ძალებიც, ჰინდუთვას მოძრაობა და ინდოეთი ეს ცალკე, მოდი ასე ვთქვათ, სამყაროა. საერთოდ ერთ ინდოეთში ორი ევროპა გამოიჭრება თავის ორის გამოიჭრება და მეტიც უკვე სამი გამოიჭრება თავის ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი ყველანაირი განსხვავებულობებით. ხო? შესაბამისად ახლა ის აპოზიციაც იქნა გამოხატული, რა თქმა უნდა, უსიამოვნო იყო ამერიკელებისთვის, ხადია. ჩინურ პოზიციას ახლა ყველა პრინციპში პროგნოზირებდა, რომ ასე იქნებოდა. კიდევ გამომდინარე, რა გამოდის, ესე იგი, ახლა ზეჰილმა გამოგიგზავნეთ ისა, რომ გამოაქვეყნა, რომ სექტემბრის დასაწყისამდე ეს ვერაფრით ვერ მოხდება. გარდა ამისა, სენატი და კონგრესი ისე მიიღებენ ამ კანონს, რომ აუცილებელი კი არ იქნება, რომ ტრამპს ექნება შესაძლებლობა, რომ ესეთ სანქციები შემოიღოს და ასე შემდეგ. ანუ ეს ერთი, ახლა მეორე 8 აგვისტოს გადის ამ ულტიმატუმს ვადა. ჩვენთვის საბედისწერო დღეს, ხო? ახსოვს ჩვენ 8 აგვისტოს ჩაკეტი. რა უნდა გააკეთოს ახლა დაუშვათ? აი, გაუშვეს ვაში აუტორული მიმართულებით, რაც გასაიდუმლოებულია, ეს ოჰაიოს ტიპის წყალქვეშა ნავები, ხო? ყველაზე დიდი ნავები 80-იან წლებშია ეს გამოშვებული ეს ნავები და წყალქვეშა ნავები, ახლა ნავი ცოტა ისეთი მცირე ზამაზარი წყალქვეშა ხომალდები, მოდი ასე ვთქვათ. და აღჭურვილია ის ტრაიდენტის ტიპის რაკეტებით. და არის ძალიან რისხანე იარაღი ცხადია. ხლა როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, თუ ეს არ არის თამაში. საერთოდ ახლა როგორც კისინჯერი ამბობდა, თუ არც კისინჯერი ამბობდა, ვაშინგტონში ვინც შიზოფრენიკი არ არისო, ის აუცილებლად ფსიქოპატია. ისეთი საინფორმაციო იხვების, ესე იგი, განუწყვეტელი საინფორმაციო იხვების გამოშვება მიმდინარეობს სხვადასხვა მოსაზრებებით და ზოგი საკმაოდ ისეთი პრაგმატული, მაგალითად ბირჟაზე გარკვეული შემოსავლების მიღების მიზნით. ხო, აქციების კურსებზე თამაშის მიზნით. რაშიც ეჭვობენ, რომ აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში მეტად ესე იგი, დიდად დაოსტატებული ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ხო, ხალხს რო გონია, რომ არის ესე იგი დაპანიკებული და გონია, რომ ახლა ეს მესამე მსოფლიო ომი დაიწყო, ამ დროს სრულად განსხვავებული რამ შეიძლება ამის ქვეშ იყოს. თუმცა მეორეს მხრივ არც პირველი ვარიანტია გამორიცხული ამის. მეორეს. ხო. აქედან გამომდინარე, ამას ასე უნდა მიუდგეთ. ეს ძალიან სერიოზულია ის ოჰაიოს ტიპის ეს შეუთანხმებელია და კიდევ ერთხელ ვამბობ, თამაში არ არის. ძალიან სერიოზული რამ არის, იმიტომ რომ ეს ახლა თითო ასეთ წყალქვეშა ნავს შეუძლია გაანადგუროს დიდი ქალაქი. არა მარტო ერთი დიდი ქალაქი. წარმოვიდგინოთ, კოლოსალური დამანგრეველი ძალა ფლობს ეს ერთი გემი, ერთი ხომალდი წყალქვეშა. მე მგონი 4 ბირთვული რაკეტაა თითოზე. წარმოვიდგინოთ, რომელიც გაცილებით ძლიერია ვიდრე ჰიროსიმა და ნაგასაკი. ახლა ცხადია, ასეთი და როგორც თვითონ იძახიან უარესი აქვთ აი ბორეის ტიპის წყალქვეშა ხომალდები რუსებს.
რომელსაც ასევე აქვთ საშინელი დამანგრეველი ძალა. ახლა რაზეა იქ ლაპარაკი, რა აცვალეს ერთმანეთის წინააღმდეგ, ესე იგი როგორ იკამათეს მედვედევმა და ტრამპმა, რაზე იყო იქ ლაპარაკი, რომ მედვედევმა მიანიშნა ტრამპს, რომ რუსეთს აქვს სისტემა პერიმეტრი, ეგრეთ წოდებული ტარიხელი. რას ნიშნავს ახლა ეს ტარიხელი? როდესაც დაუშვათ იქ არის სისტემა, როდესაც დაუშვათ სისტემა აცნობიერებს, რომ საკომანდო სიმაღლე, საკომანდო პუნქტები კათიშულია და ესე იგი და აქედან ასკვნის, რომ მოხდა ასე ვთქვათ ისეთი დარტყმა, რომელმაც გამოიწვია საკომანდო პუნქტების განადგურება, ასეთ შემთხვევაში ის ხვავს ამ სისტემამ პერიმეტრს და ავტომატურად ხდება დარტყმა იმ ქვეყანაზე, რომელსაც შეეძლო ამის გაკეთება. მოგეხსენებათ, რომ ასეთი ქვეყანა გახლავთ ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისად, ასეთი ტიპის თუ ეს თამაში და შეთანხმება ეს ძალიან ცუდი რამ არის. ახლა მე ამ შეთანხმებას ვიძახი, რომ სამწუხაროდ უბრალო ადამიანებს წარმოდგენას არ აქვს ხშირად რაებზე თანხმდებიან ზედა ეშელონებში. ეს მაგალითად ახლა მე ისტორიკოსი ვარ და უბრალოდ ვიცი ვკითხულობ ხოლმე წარსულს, ასე ვთქვათ. ამის შეთანხმებების საიდუმლო ნაწილებს ხშირად ვეცნობი ხოლმე და ძალიან სხვათა შორის საინტერესო რამ არის. და ბევრი რამე მაგალითად იგივე ბრიტანეთის არქივები სამუდამოდ არის დალუქული. ანუ ვადა არ ეხება. რატომ? იმიტომ რომ მეორე გაირკვევა იქ რომ მეორე მსოფლიო ომი სულაც არ იყო ისე დაწყებული და ისინი არ იყვნენ დამნაშავეები მარტო, ვინც დადანაშაულებულია დღეს. იქ გაირკვევა რომ ბრიტანეთის იმპერია ძალიან აქტიურად პროვოცირებდა ბევრ რამეს. და არ იძლეოდა იმის საშუალებას რომ დაუშვათ სიტუაციას სხვაგვარად წასულიყო. ბატონო სოსო, აქვე ვიტყვი, მცირე რემარკს გავაკეთებ. ეხლა უფრო და უფრო სააშკაროზე გამოდის, რომ რასიზმის თეორია თვად გერმანელებს არ ეკუთვნოდა თურმე. არა, რასიზმის თეორია, რა თქმა უნდა, არც გერმანელებს არ ეკუთვნოდა და არც მან დაგიკვირდება და რასიზმის თეორიის ფუძემდებლები კობინო მაგალითად ფრანგები იყვნენ და და ბრიტანელები. გერმანელები ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ტოლს არ უდევდნენ ამას. მაგრამ ახლა მათთვის ამის გადაბრალება რომ მხოლოდ გერმანიაში მოხდა და უშუალოდ რასისტული თეორიის ჩამოყალიბება არასწორი იქნება. ზოგადად რასიზმის საფუძველი უფრო ღრმადებს. და სრულიადაც არ არის ევროპული საერთოდ გავიხსენოთ რომელი ერის სუპრემატიზმზე აგებული მთელი კაცობრიობის ისტორია და ვინ არის რჩეული. ხო? რეალურად რო ავიღოთ. აღთქმულ მიწაზე რომელი აღთქმული ერი ცხოვრობს? დიახ, და ხო, ვინ ახორციელებს იქ ახლა იმას ეთნოსმენდას, ხო? ხო და მაგის გარდა კაცო, იქ ეს რეპლიკებია დანარჩენი თეორიები რა. ეს რელიგიური ავტორიტეტი გამტკიცებული სუპრემატიზმის თეორია, რომელიც რომ არ დაიჯერო, ასე ვთქვათ, გაკიცხული იქნები ზოგან სისხლისამართლის წესითაც. ხო? რომ არ დაიჯე, თუ არ გჯერა. როგორ შენი გაგჯერა? ხო? ამერიკაში ხო საერთოდ ივხედავთ ვინც არიან ხელისუფლებაში, ესე იგი აბსოლუტური რელიგიური ფანატიზმი. ძირითადი ნაწილი მათი ყოველ შემთხვევაში. აგერ ხო ნახეთ ტედ კრუზის საოცარი ინტერვიუ ტაგერ კარლსონთან. მაგალითად მე გაოგნებული ვიყავი. აბსოლუტური შოკი იყო რა. ჩემთვის ის ცნებაც ეს იყო, უცნობი იყო, წარმოუდგენელი იყო თუ შეიძლებოდა ქრისტიანი პროტესტანტები, რამდენად ეხა ისინი ქრისტიანები არიან ეს ფაქტი, მაგრამ მოდი ესე თქვა, დეფინიცია ესე გავშალოთ, ქრისტიანი პროტესტანტი შეიძლება ყოფილიყოს ამავდროულად სიონისტი. როგორ ეგენი არიან თუ არიან? იუდეო-ქრისტიანულიზმი მოვიგონე ღირებულებები. ეგენი არიან თუ არიან? და თავისი მოსაზრებები აქვს ფათაშორის.
შეგიძლიათ იხილოთ არის თავისუფალ მასში წდომა ადვილია ინტერნეტში იქ უკვე ხაზავენ იქ სად უნდა აიგოს მესამე ტაძარი და ასე შემდეგ და იქ სხვაგან ეს ადგილი იეზეკიელის ესე ვთქვათ წინასწარმეტყველებაში ის ამოხაზეს და აპროგრამეს გაუშვეს ხელოვნურ ინტელექტში და მთელი ამბავია ეგეთი ერთობიან სერიოზულად იქ სხვათა შორის უკვე დაიწყეს ის პროცედურები მესამე ტაძრის ასაშენებლად და ხო მე ესეთი ინფორმაციაც მაქვს თავის დროზე თქვენს საუბრობდით როგორც მახსოვს თუ მეშლება შემისწორეთ რომ ქვები ნუ ისევ ამბობ ნაწილობრივ უტრირა ქვების დანმორაც კი დაიწყესო რა იმ მშენებლობებს ქვების დანმორა წითელი ხბო და ასე შემდეგ ქვები ფოსორეთ ძალიან ბევრი სხვა რამე ახლა ეს რომ რასაც გამოიწვევს ეს ხო გასაგებია წერია ესო და უნდა შევასრულოთო და ასრულებენ ახლა საწერია იმის ოჰაიოს ტიპის წყალქვეშანაების გაგზავნა რუსეთის სანაპიროებთან ეს არ ვიცი ახლა რომელიმიდან ამოიკითხა პატრიციულმა დონალდმა მაგრამ ფაქტი ეს არის მე ამჯერა რომ ახლა დავუშვათ ჩვენ ვიმყოფებით ესერტოპლიუმის აი ამ ეტაპზე არ ამგონია რომ ამ ინციდენტმა ეს გამოიწვია თუმცა ყველაფერი მოსალოდნელია ახლა სოფლიო არის გარა ბირთული კატასტროფის წინაშე სხვათა შორის და სასწაულებს გადაურჩენია ყოველთვის ეს სასწაული შემთხვევით არ არის ახლა ჩვენ ქართულ ფილმში რო არ თუ გახსოვთ ფესვებში ავტობუსში რო შედან რამაშიკვაძე და არჩენა შეგიქმნია დედამიწა და არჩენა რო შეგეკითხება იმის განადგურებასო ხო ესე უნდა მივუდგეთ ჩვენ და ამგონია რომ ეს არასწორი ყოფილიყო ძალიან ბრძნული სხვათა შორის რამაშიკვაძის მიღმა იმწველებია ბატონო სოსო გუშინ დაიდო ჩემი ხმის ეხლა ის მაგრამ არ ავშავს გუშინ დაიდო ესეთი ინფორმაცია და ვიდეო მასალა სხვათა შორის რუსულმა ფედერალურმა არხებმა გაავრცელეს ნუ ამას რატომღაც დასავლური მედია ჯერჯერობით არაშუქებს და ლუკაშენკოსთან ერთად იყვნოდა და მოილოცეს იქ ერთ-ერთ ეკლესიაში და ნიშანდობლივი იყო რამდენად შინაურულ ფორმაში მე პრეზიდენტ პუტინი მსგავს ჩაცმულობაში დიდი ხანია ამყავდა მით უმეტეს ეხლა ფაქტობრივად რუსეთი ეომება მთელ დასავლეთ სამყაროს და თავისუფლება მიწა რომ ესე შინაურულ ფორმაში გამოჩენილიყო მაგრამ ეს იქით იყოს ერთი რამ თქვა რომ ზოგიერთების მოლოდინის გაცრუება გამოწეულია იმით რომ არასწორ პროგნოზებსა და მოლოდინებზე ეყნობოდა ეს ყველაფერი ეს გასაგები იყო ვის მიმართა ეს გასაგებია ვის მიმართა და მე მგონი ესეც უმალვე გადაუთარგმნეს ინგლისურ ენაზე დონალდ ტრამპს და ამის საპასუხოდ ის რო არაფერი თქვათ მედვედევი რეებს ლაპარაკობს და რაფორმით ლაპარაკობს და დაძრა ეს წყალქვეშანავი მაგრამ სადამდე მიიყვანს ეს ბრავადა აი რა არის საბოლოო ჯამში ინდოეთი ვერ გატეხა ჩინეთი ვერ გატეხა ამას ახლა ეს იქნება რუსეთს აქვს კარგი წერის ანდაზა რომ плохой пример заразителен ახლა ამას კარგად აუგავს ხარს ბრაზილია და სხვა ბრიკში შემავალი ქვეყნები და აი ეს ყველაფერი პროპაგანდა აი ეს სატარიფო რომ ამერიკის გულისთვის კეთდება ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აღმოჩნდება ფუჩი და სექტემბერი იქნება საკმაოდ დატვირთული როცა ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი შეხვდებიან და ღმერთმალოს ეს კიდე რა შეთანხმებას მიაღწევენ რა შეთანხმებას მიაღწევენ გასაგებია რომ აი ეს ტრამპის ესეთ ჰიპერაქტიურობა და მისი მოქმედება განუწყვეტელია არაპროგნოზირებადი ქმედებები სრულად კონკრეტულ რეაქციას იწვევენ აი ამ დიდ სახელმწიფოებს ხო ტრამპი ცდილობს შეათავსოს შეუთავსებელი ერთის მხრივ ესე იგი დატოვოს დოლარი როგორც უნივერსალური ვაჭრობის საშუალება გლობალური და მეორე მხრივ მოახდინოს ამერიკის რეინდუსტრიალიზაცია ეს შეუთავსებელი რამეები ახლა ეს ძელი სალაპარაკო უნდა გადავიდეთ ეკონომიკურ კატეგორიას
ამას ის ცდილობს გააკეთოს ეს შანტაჟით, როგორც ამ შემთხვევაში ევროპას გაუკეთა, ხო? დავინახეთ ახლა ეს იყო ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის გაუპატიურება საჯაროდ და უხეში ფორმით. ხო, რაც აღნიშნეს ევროპაში, მაგალითად იგივე სიარტოს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლას, გახმაურებულ გამოსვლას შეგახსენათ, გუშინ გამოვიდა, ხო, რომ ეს იყო ევროპის უდიდესი დამცირება. ფაქტიურად ახლა რა გაუგეთა, ყველაფერი ჩემგან იყიდე, ესე იგი ნავთობის და უფრო ძვირად, ჩემ იმას საქონელს გაუხსენი საზღვრები და ტარიფები არ დაუწესო და მე დაგიწესებ შენ ტარიფებს, ხო? ეს მოკლე ჟინარსი ეს იყო. და ეს იმპირთან ულტიმატუმს უყენებს, რომ 5%-მდე გაზარდონ სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის. ეს ახლა არის სრული, მოდი ასე ვთქვათ, ევროპისთვის სასიკვდილო განაჩენი. იმ პირობებში, როდესაც მას ევროპას უწევს უზარმაზარი ხარჯების გაწევა იგივე უკრაინის ომთან დაკავშირებით. და ამავე დროს ეს მოიცავს ასევე ევროპის, მოდი ასე ვთქვათ, ძალის ცენტრის დაკნინების პროცესს ხედავთ. რაც არ იყო ძნელი გასათვლელი ახლა ეს პროცესი წავიდა და ააფეთქეს შილონაკადები და საერთოდ დაიწყეს ეს პროცესი ევროპაში. გასაგები იყო, რომ მიუხედავად ევროპული ეკონომიკის განვითარებული ევროპის ეკონომიკის ბერძი ახლა მისი ასე ვთქვათ კაროლინგური ბირთვი, რომელიც შედგება გერმანიის გერმანიასა და საფრანგეთის შუამდებარეს ხოლო და რა ქვია გაუნაწილა თავის დროზე კარლოსმა, ხო? ესე ვთქვათ თავის სამშვილს. ხო და ჩილო იტალიისაგან ანუ სამრეწველო ბირთვი, ეგრეთ წოდებული კაროლინგური ბირთვი მყარი იყო. აქამდე და ის საკმაოდ ეფექტურად მუშაობდა უამრავი პლუსები და უამრავი აქტივები ჰქონდათ მას. ახლაც აქვს რა თქმა უნდა ინარჩუნებს. ეს ცხიმი მთლიანად ვერ მოასალეს ჯერ, მაგრამ პროცესი ხო ხედავთ, მიმდინარეობს ევროპის დეინდუსტრიალიზაციის პროცესი, ხო? ამასთან ერთად ეს ევროკავშირის საბჭოთა კავშირის ადარებებმა საბჭოთა კავშირის სხვა პრინციპებზე იყო აგებული და ეს რაღაც ესე ვთქვათ რიხარდ ფონ კოლკოლენჰოვენ კალების იდეებზე აგებული ესე იგი ეს ევროკავშირი, ხო? აბსოლუტურად გადაიქცა რაღაც სექტად, მისი მართველი გუნდი გადაიქცა რაღაც სოროსისტებისა და სხვა ესე იგი მიზანტროპების ბანდად, რომლებიც ფაქტიურად ევროპელ ხალხებს და ევროპული კულტურის მიმზიდველობას იყენებენ იმისთვის, რომ ისინი ამყოფონ მონობაში, ამ იდეოლოგიურ მონობაში და გაავრცელონ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება ფართოდ, მაგალითად ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც არანაირი პერსპექტივა ევროკავშირში შესვლის არ აქვს, მაგრამ ამავე დროს მათ ამყოფენ კოლონიურ მდგომარეობაში და ახლოვენ აბსოლუტურად უცხო იდეოლოგიურ ნორმებს, როგორც მაგალითად საქართველოს ჩაიდინეს, სადაც დაამყარეს ამერიკელ დემოკრატებთან ერთად რაღაც ენჯიოკრატია. სოროსის ფონდმა, ესე იგი, გამოზარდა ჩვენთან რაღაც ანტი-საქართველო, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, დაგეშა ისინი საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, დაანგრია განათლების სისტემა და საერთოდ, ფაქტიურად კატისტოკრატია დაგვიმყარა. არისტოკრატია და კატისტოკრატია, უარესთა მმართველობა. კატისტოკრატიული, ესე ვთქვათ, რეჟიმი მოგვახვია თავს, ხომ? ესე იგი და ამ მოკლე ხანში ფაქტიურად ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო განათლებული ერი მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაწინაურებული მეცნიერებაში და კულტურაში ფაქტიურად რაც შეძლო მოკლედ ყველანაირად დააზიანა, ხო? და ყავს აქ აი ეს უამრავი მართლაც დაზომბირებული ადამიანი. აი ეს არის დღევანდელი ევროკავშირის სტრუქტურები და მე ვუსურვებ ევროპელ ხალხებს ჩვენ თავს, რა თქმა უნდა, რომ აი რაღაც ტრანსფორმაცია მოხდეს და ეს მოდი პირდაპირ თქვა სატანისტური
ზედაფენა ჩამოცილდეს მმართველობა და ტრანსფორმაცია განიცადოს ადეკვატური მმართველობა მოვიდეს ევროპის ქვეყნებში. თუ რამე აერთიანება იქნება, ის არ უნდა იყოს ესეთი რა დავარქვათ ამას. პირდაპირ სინამდვილეში ეს ტოტალიტარული მმართველობა, ტოტალიტარული, კარგად შეფუთული, კარგად გალამაზებული ტოტალიტარული მმართველობა ტვინის რეცხვით, რომელიც თავისთავად დემოკრატიას უწოდებს, რაც საერთოდ პარადოქსია. და ამ დემოკრატიებში, ესე იგი, ავალდებულებელ ქვეყნებს ეს მიიღონ რაღაც წმინდა წყლის ქრისტიანული ისა ნორმები სპეციალურად ახდენენ ამ ერისახელმწიფოს ცნების ნიველირებას პირდაპირ უწერია კალერგის პირდაპირ უწერია ორი ამოცანა რომ ერთიო გავაჯეროთო ეს ერისახელმწიფოები ესენი უნდა ხელს გვიშლისო ჩვენო ერი უნდა გავიტანოთ ეროვნება გავიტანოთ პოლიტიკის გარეთო და შევიყვანოთ მაქსიმალურად მეტი მუსულმანი და აფრიკელიო ევროპის ქვეყნებშიო და მართველი უნდა გახდესო იქო პოლიტიკურად მწიფე მმართველობისთვის არიან იუდეველებიო ეს მას უწერია თავის წიგნში 1925 წელს გამოფებულ წიგნში სპოტები Ოდა შორს არ წასულა ეგ გამოვარდა ქალბატონი ის რა ქვია ურსულა ფონ დერ ლაიენი და რაც ილაბარაკა მაგასთან დაკავშირებით ალბათ ვიცით თალმუდზე და ასე. ეხლა ვიღაცამ არ გაიგოს რომ მე ანტისემიტურ იმას ვეწევი ეს ეგ საერთოდ არასწორი ტერმინია რა შუაშია სიონიზმი არის მიუღებელი ჩემს. რა თქმა უნდა აქ ბევრი სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმაშვებიან თანასწორ განცხადებად ამბობენ არა და ახლა ეს შინაარსობრივად აბსოლუტურად განსხვავებული რამეა ახლა ვინცაც ელემენტარული განცხადება განათლება იცის სიონიზმი როდის დაარსდა და თუ არა და გადაშალონ წიგნები ეს ღია დომაშია ვიკიპედიაში ჩაწერონ ბოლოს და სულზე ბატონო რა მაინტერესებს იცით აი ეს შექმნილი კვანძი დაძაბულობის ტრამპის ესეთი სიხისტე რუსეთის მხრიდან სიტუაციებზე არ დაყოლა. ეს ხო საღად მოაზრონ ხალხისთვის ცნობილი იყო, სანამ რუსეთს არ აქვს აი თავის საბუფერო ზონამდე არ მივა და არაერთხელ აქ ნათქვამი, რომ პირველად მიზეს სანამ არ აღმოხდეს ამ კონფლიქტისას, ის არ გაჩერდება, იმიტომ რომ მაშინ საერთოდ ამ ყველაფერს აზრი არ ქონია. და თვითონ რუსეთში მოხდება საშინელება. ეს ამერიკის ადმინისტრაციისთვის ნუ თუ არ არის ნათელი. ჩვენ ვაქილიკებდით ბაიდენს, იმიტომ რომ ჯეკ სალივანისა და ენტონი ბლინკინის ამარად იყო დარჩენილი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და ეხლა რა იცვლება რუბიო რომ მოვიდა, ან ვიცე-პრეზიდენტად რო ჯეიდი ვენსი, ან თავად რო დონალდ ტრამპია, ხო აბსოლუტურად არაფერი არ შეცვლილა და სად შეიძლება რომ გაიხსნას ეს კვანძი? არა, საერთოდ ეხლა რუსეთის დაშლა არის სტრატეგიული მიზანი. ანუ უნდა გვესმოდეს პროცესი რა არის ისთვის ხდება ეს ყველაფერი ხო რა თუნდაც ეხლა დაუშვათ აი ეს ფედერალური რევოლუციები რა თუნდაც რუსეთის პერიმენზე საქართველოში მაგალითად რა ხდება აზერბაიჯანში რა ხდება იგივე ეს ყველაფერი რაც ყველაზე უფრო მთავარი ეს არის კომიკურია ეს ყველაფერი უწერია არის ეგ ის რა ქვია კორპორაცია რენდი და ავიღოთ მისი მოხსენებები და ეს ყველაფერი ეს წერია რომ რუსეთი უნდა დასუსტდეს, დაიშალოს და ის გადანაწილდეს. რატომ ჯეთი რუსეთი ფაქტიურად 80 როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ჩვენ წავიკითხოთ რუსეთის კონსტიტუცია და ეს იყო დამარცხებული ქვეყნის კონსტიტუცია, სადაც მისი შიდა კანონები დაქვემდებარებული იყო საერთაშორისო კანონებს, რომ მარტო 1200 მარტო რუსეთის მთავრობაში უცხოელი მრჩეველი მუშაობდა და უშიშროებას თლიანად აკონტროლებდნენ მეხუთე სართულზე იჯდნენ იქ რუბიანკაზე და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო დამარცხებული ქვეყანა. დღესაც რუსეთი ვინაიდან და რადგანაც ეს რუსეთის ცენტრალური ბანკი არ ემორჩილება რუსეთის პრეზიდენტს. პრეზიდენტის უფლებამოსილებები ახლა იძენს რაღაც გარკვეულ ომის დაწყების შემდეგ ძალას და მანამდე
სახელმწიფო ორგანოები გოსდუმა და ესა ვალდებული იყვნენ მოესმინათ და ანაზრულებდნენ ან არა. კულტურაშიც, განათლებაშიც ყველგან დღესაც გაძეძგილია ესეთი, ასე ვთქვათ, აგენტურა. და იქ ძალიან რთული სიტუაციაა. და შესაბამისად ეს დღის წესრიგიდან არ მოხსნილა რუსეთის დაშლის საკითხი. ანუ უნდა გვესმოდეს, რომ დინამიკა იქაც შიგნით ომი მიდის რუსეთში. ფათაშორის რა, ძალიან სერიოზული ომი მიდის, ეს ყოველთვის ესე იყო ფათაშორის. აი ჩვენ რო ავიღოთ მაგალითად პირველი რუსეთის ისტორია, აი მე-18 საუკუნე დაუშვათ, აი პავლეს მკვლელობა მერე ამხელა გავლენა ჰქონდა ჯერ ბრიტანეთის იმპერიას და ახლაც ამხელა გავლენა აქვს, ხო? იგივე დაუშვათ სტალინური რეპრესიებს რო იძახიან და ვითომ ვიცინოდით ჩვენ იმაში ახალგაზრდობაში, რომ აი იმის აგენტებს რო უძახიან და სინამდვილეში ყველაზე მე რაც ვნახე წყაროები, იქ მასალები არის, ესე იგი აგენტები კი არა. კიდე როგორ უცბენდნენ რამდენი თელი ის კავალკადა იყო იქ იმეების, რა ქვია, აგენტურის და ბოლოს ხო როგორც დაანგრიეს, კარგად ვიცით ის დაუშვათ იგივე კუსინენი და პიტოვრანოვი და რა ვიცი იქ თელი ანდროპოვი და მე ანდროპოვმა გარბაჩოვი და მანამდე ხრუშოვი ძალიან ამ სისტემის დანგრევაზე იყვნენ მომართული. Ახლაც იგივე სიტუაცია. ახლა უბრალოდ წინააღმდეგობა რო ხდებათ, გარკვეულ პოლიტიკურ მიმიკრიას აკეთებენ დაუშვათ, თორე ამოცანა ერთია. ეს არსებობს ეგრეთ წოდებული უკეთესი ახლო აღმოსავლეთისთვის. ალბათ გინახავთ, ხო? დიახ. იქ რა არის? ის უნდა გადაფორმატდეს ახლო აღმოსავლეთი. ირანი იქ ესეთი ფორმით არ არსებობს. არც თურქეთი არ არის. ის დიდი ქურთისტანია. იქ სირიას სხვა კონფიგურაცია. ეს გეგმა არცადაც წასულა მიმდინარეობს. ასევე დაუშვათ რუსეთთან მიმართებაში იგივე გეგმა არსებობს და ეს გეოპოლიტიკური ინერცია მუდმივად მუშაობს. ეს სპეცსამსახურები, ეს დაფინანსება, ეს ყველაფერი მიმდინარეობს. ამას აქვს აწლეული უზარმაზარი ინერცია, ეს კი არ გაჩერდება. უბრალოდ ტაქტიკური ისინი იცვლება, რა ქვია, მომენტები რა. ხო და შესაბამისად ახლა რუსეთში თუ ადეკვატურად აფასებენ ხშირად ამას ჩვენ ვერ ხედავთ ცხადია, მაგრამ თუ ადეკვატურად აფასებენ საფრთხეს, თუ ის ძალა მოვიდა, ვინც საფრთხეს ადეკვატურად აფასებს, მაშინ გარდაუვალი იქნება დიდი ჯახი. გარდაუვალი იქნება, იმიტომ რომ გეგმა გასულად გასაგებია, ხო, მაგრამ ეს წერია ამერიკის სახელმწიფო სტრატეგიულ დოკუმენტებში. სადაც წერია, რომ ესე მთავარი მოწინააღმდეგე არის ჩინეთი, სიტუაციური მოწინააღმდეგეა რუსეთი, ირანი, ახლა ირანი მოწინააღმდეგეა, ირანი საერთოდ ითვლება, რომ არ უნდა არსებობდეს, ხო? ასეთი ფორმით მიუღებინებს, ხო? აქედან გამომდინარე, ასეთი ღია, ესე ვთქვათ, ექსპანსიით და იმ პირობებში, როდესაც გლობალური სავალუტო მონოპოლია ჰქონდა აქამდე, ხო? გლობალური ფინანსური მონოპოლია შეერთებულ შტატებს აკეთებდნენ ამას ძალიან ეფექტურად. ეხლა მიმდინარეობს კონტრპროცესი. რომ არც ცნობიერეს ამ ცენტრებმა ძალის, რომ თუ დაუშვათ რაღაც აბიჯებს არ გადადგავენ კონსოლიდაციისკენ, რა ძალიან უჭირს სხვათა შორის, იმიტომ რომ მათ შორის არსებობს წინააღმდეგობები ძალიან დიდი. მაგალითად რუსეთსა და ჩინეთს შორის ახლა უნახავთ რომ ამხელა გადაკვეთებია იქ იგივე ტერიტორიული საკითხები, იგივე ისტორიული წყენებია იქ დიდი. რუსეთსა და ირანს შორის არსებობს ასეთი ისტორიული წყენები, ვაი თურქმენო არა ჩაიო ახლა ძახე. ხო და ახლაც ის ირანი რომ მას რუსეთმა წაართვა მაგალითად იგივე კავკასიის ტერიტორიები. მათ შორის მთელი აზერბაიჯანის, დღევანდელი აზერბაიჯანი. ხო. ასე რომ მაგრამ იზოლებული არიან რა, ეს რომ რაღაც გარკვეული ნაბიჯები გადადგან იმისთვის რომ მოიგერიონ ეს სასიკვდილო საფრთხე და ეს ნაბიჯები რა არის ახლა 40 ჩინური გამანადგურებელი უახლესი უკვე ირანშია
რაც საერთოდ ცulis იქ ძალთა ბალანსს, იმიტომ რომ აქამდე ავიაცია ფაქტურად იყო პრიორიტეტი, ისრაელის და შეერთებული შტატების მონოპოლია იყო. და ასევე იქ ჩავიდა ვინც არ იცის ერთი კვირა და ზუსტად ვერ გეტყვით, რუსული საერთაშორისო სისტემა S-400 ტრიუმფი. ესე იგი ჩააღწია მაინც, ხო? ჩააღწია იქა და ეს S-400 ტრიუმფი და ეს 40 გამანადგურებელი და კიდე რაღაცებზე ლაპარაკი. ეს უკვე ის მდგომარეობას აბსოლუტურად ფლის, ვინაიდან ირანს რაც არ ქონდა, ეს არ ქონდა საერთაშორისო სისტემა, რაც საშუალებას აძლევდა დაუშვათ იგივე ისრაელს დაებომბა ეს ირანის ობიექტები. არ ყავდა ავიაცია. მას ყავდა უძველესი F-14-ები და რაღაც ესეთი ფრანგული რაღაც 80 წლების ისინი ყავდა, წარმოვიდგინოთ. შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, რაც გამოტოვეს სპარტაშორის. ამას თუ დაუმატებთ ირანის ძალიან წინწასულ სარაკეტო პროგრამას, ძალიან როლს ხაიბარები რო ესროლეს, დავინახეთ ხო რაც იყო. ეს ძალთა ბალანსს ძალიან ცვლის. ასევე ახლა არავინ არ დაიჯეროს, რომ იქ არ მიმდინარეობს გამდიდრება. ან გამდიდრებული არ არის. ესეც ცნობისთვის. და აქამდე თუ ირანი ერიდებოდა დაუშვათ პროგრამას, იმიტომ რომ არ ქონდა ისე არ იყო ისეთი საფრთხე დაუშვათ როგორც ახლა დაინახა. ეხლა რუსეთთან ჩინეთისთან დაახლოება, რომელიც მიმდინარეობს ამ საფრთხის საერთო საფრთხის გამო, მას საშუალებას მიცემს გადადგას ისეთი ნაბიჯები, რომელსაც აქამდე არ დგამდა. ახლა როცა ტრამპი გამოდის და იძახის ისევ დავბომბაო. ასე ქვია, ამდიდრებენ და ისევ დავბომბაო. ცხადია ახლა ეს რაც გამოიწვევს. იმის რა ქვია, ოჰაიოს ტიპის წყალქვეშანავების გაგზავნის არის. რაც გამოიწვევს. გამოიწვევს კონსოლიდაციას აქეთა მხრისას. ხო, აუცილებლად. აი როგორც თავის დროზე ეს სპარტელები განუწყვეტლივ ესმოდნენ თავს გარშემო ბერძნებს და სხვა ბერძნებს. ხოდა ეს პასუხი ერთ-ერთი ბერძენი ისტორიკოსი წეს რომ თქვენო ისე გააკეთეს სპარტელებმა, თორსე პლუტარქე, ისე გააკეთეს სპარტელებმა, რომ გარშემო ყველა თავისნაირი მეომრებად გადააქციესო. ხო, ახლა ესე იგი ამდენი აგრესიით, ამდენი მუხარით რას გამოიწვევა და კაი რამე გააკეთეს ახლა დავში 12 დღიანმა ომმა რა გამოიწვია ირანში კონსოლიდაცია ხალხის ლეგიტიმაცია მიეცა იქ ირანის რეჟიმს დასაჯოს ნებისმიერი გაანადგურეს ის ქსელი აგენტურული დავინახეთ ხო რაკეტებზე რო აბავდნენ ვიღაცებს ხოდა ამის გარდა დააჩქარეს შეიარაღების დახვეწა. აი ეს. ამიტომ ახლა კითხვაზე ესეთ პასუხს გავცემდი მე, რომ არ და ესკალაციის აფეს არ გამოიწვევს. საერთოდ კაცობრიობას აქ ერთი გზა. ეს ჰეგემონიზმი უნდა მორჩეს შეერთებული შტატების. შეერთებული შტატები უნდა შეეგუოს, რომ ის არის სხვების არსებობენ. მარტო არ არის ის დედამიწაზე და შეიძლება ამით ის გახდეს პირველი თანაბართა შორის ანუ პრიმუს ინტერ პარეს როგორც იყო ეს ფორმულა ხო პირველი თანაბართა ჯერჯერობით ინარჩუნებს ის ამის შანსს და თუ ასე გააგრძელებს ან კაცობრიობა გადაიჩეხება თერმობირთვულ უბსკულში ან და შეერთებულ შტატებს ევრაზიის ქვეყნები გარიყავენ გეოპოლიტიკურ სანაპიროზე იქ. ხო. და თავის უკანა ეზოშიც აღარ ექნება სხვათა შორის ის პოზიციები, რომელიც ჰქონდა, იმიტომ
შეერთებული შტატების სიძლიერე, მის ტექნოლოგიურ და სხვა სიძლიერესთან ერთად, რომელიც უეჭველია და მას აქვს კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველი ეკონომიკაა და ფლაგმანია, ხო? მაგრამ თუ ასე გააგრძელა და მოაბეზრა მთელ მსოფლიოს უკვე თავი, პატიცემ დონალდის არ იყოს, რომელიც დღეს ერთი ძახის, ხვალ მეორე ძახის, ეგ მესამე, ხან ოჰაიოს აგზავნის, ხან რამე გაიგო, რა უნდა Ani zahis shidobis moma rakuya Nobelis premia momanicheto is Kalbaton Levini Ropalsika. Well after memgoni magan is it's Neurosopliomis magan gachera, right? Trans gamurche X plus FT unda FCU vida FT Tarsul. The Peloponnesus omits magan gachera mgonia, right? Say Mahla. Noahad. არიან ახლა ისტორიული ფიგურები, რომლებიც აი მაგალითად მეის, აი სტალინი მაგალითად, ხო? ცნობილია იმით, რომ ვერ ნახავთ მის ვერსებს გამოსვლა, სადაც ის იძახის მეის. მე. აი არასდროს არ ვთქვა, ყოველთვის იძახდა მე პოლიტბიურო, მე. აი ახალგაზრდა თაობას არც იცის და არც უნახავთ ალბათ ფოტოები ერთი ორდენით დაასრულა ცხოვრება, რომელიც ერთი ორდენი ეკიდა გულზე. Voilà, მე რას ვამბობ, იცი რომ აი როგორც სახელმწიფო მოღვაწე, ხო, ასუ მე რო იძახის მეს. იმ დღეს მოგიღევით ხო მგონი თქვენ ისა. აი თუ მეს იძახის, კაცო. ესეთი რამე აი დღესაც ჩართე და ესე იგი მეესკელი მე დავაჩერე ის გავაჩერე მე რო ყოფილიყავი ეს არ იქნებოდა თან განუწყვეტლი ვიტყუება ნუ ესეთი რამე მართლა ძალიან ძიმე საფულებელია სვატაშორის ორი დღის წინ გიორგი მდივანთან მქონდა ესეთი საინტერესო ინტერვიუ ჩავწერე და იქ ისევ თქვი რა რომ სახალისო და სახუმარო იქნებოდა ეს ყველაფერი საქმე რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და მის პრეზიდენტს არ ეხებოდეს მეთქი და აი დღესაც ამას ვიმეორებ სამწუხაროდ ბატონო სოსო რა. ვაის გავეყარე უიშევეყარევა ზუსტად ეგრე არ არის ესე იგი. ზუსტად. ბატონო სოსო, აი ლოგიკურად მივედით სამხრეთ კავკასიამდე, იმიტომ რომ როგორც საქართველოში დარწმუნებული ვარ, აქაც ჩემს გარშემო ყველა საინტერესებს ერთი, ნუ ამ ქვეყნის ბედი, რაზეც თქვენ ახლა ფაქტობრივად ამომწურავად ისაუბრეთ, რა რისკებია და რა მოლოდინები იქნება. მეორე არის საქართველოს რაელის. ეხლა რა კონტექსტში ვამბობ. ესე იგი, აზერბაიჯან-რუსეთის კონფლიქტი არა, პრობლემები არ ნელდება. ანუ იქ სიმწვავის ხარისხი არის შენარჩუნებული. საერთოდ გასაოცარი იყო ალიევის ბოლონდროიდელი განცხადება უკრაინელებს რომ მოუწოდა რომ არანაირი ხელშეკრულება, არანაირი დათანხმდება, არ არის ლაპარაკი დანებებაზე და ასე შემდეგ. ტასის თემზღვანელის პირველი მოადგილე გუსმანი ვირმე, ნუ გასაგებია ის ეთნიკურად აზერბაიჯანელია, მაგრამ რომ მოსკოვური ინტელიგენციის და მედია ინტელიგენციის განუყოფელი ნაწილი იყო წლების განმავლობაში ის რუსეთმა ესე ვთქვათ მაქსიმალური რეაგირება მოახდინა და გაანთავისუფლა და აქვე მაკვირებს კიდევ პაშინიანის ვოიაჟი. მე მგონი ალტაის მხარეში რუსეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა მიშუსტინს მე კვლავ დაიძრა თემა ზანგეზურის გარშემო და უკვე სააშკაროდ გამოვიდა მე ამაზე ხამაღლა არ ლაპარაკობდი იმიტომ რომ მონაჭორი მეგონა და თავისუფლებას არ ვაძლევდი ეხლა ირკვევა რომ აზერბაიჯანის ტერიტორიიდან თურმე ისრაელი ბომბავდა ირანს და აი ეხლა შეიკრა უბრალოდ დადგა მრავალუცნობიანი განტოლება და ამას ვინ ამოხსნის ან რა ამოხსნის ბატონო სოსო რა გველი საერთოდ სამხრეთ კავკასიაში არაფერი მან განტოლება ბათალია რთულია მაგრამ ამოუხსნელი ნამდვილად არ არის ეს არის ნიუტონის ბინომი იგი პირველ რიგში აზერბაიჯანს ჩვენ და გვესმოდეს რომ აზერბაიჯანს აქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ისრაელთან. წლების განმავლობაში სოიეთ ებრაული ლობი მფარველობდა აზერბაიჯანს და ამის გარდა ნავთობის ფული ზოგადად რომელიც შეადგენს აზერბაიჯანის მმართველი გუნდის ძირითად შემოსავალს ან ალიევების ოჯახის და მისი ესე ვთქვათ ამალის
ხომ? ნუ ეს ფული სად არის? გვესმის რომ ეს ფული არ არის ჯიბეში, ხომ? ეს არის მილიარდები. ეს ფული არის ოფშორებში. ეს ოფშორები კონტროლდება კაიმანის კუნძულებზე მაგალითად და მარშალის კუნძულებზე სხვადასხვა კუნძულებზე ბრიტანეთის იურისდიქციის ქვეშ. ანუ კონტროლი ბრიტანელებს აქვს, ხომ? შესაბამისად ვინ არის ახლა იქ ვიცით ბრიტიშ პეტროლიუმი და ასე შემდეგ და ასე. ეგ ერთი. ამის გარდა მეორე კი ებრაელებზე ისრაელზე ვთქვით, ხომ ჩვენ სიკავშირე. ალიევი ახერხებდა ამავე დროს, თურქეთთან, თურქები ახლა ერდოგანის საერთოდ მრავალმხრივი პოლიტიკა ვიცით ჩვენ და მისი რიტორიკის ესე იგი სრული განსხვავება რეალური ქმედებებისგან. რაც ჩანს მაგალითად პალესტინაში. ნათლად მე მგონი, ყველაზე ნათლად. და ეს პოლიტიკოსი მართლაც ახერხებს ამ თავის რიტორიკის ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთში ძალიან ბევრს უკვე ეს კარგად აქა ცნობიერებული ამის მთელი, ესე ვთქვათ, სიცრუე ამ ყველაფრის. ხო. ახლა ეს დიდი თურანის პროექტი მოგხსენებათ, ეს არ არის მხოლოდ თურქეთის პროექტი, მაგრამ თურქეთი თulis რომ თურქული ესე ვთქვათ ნაციონალიზმი თulis რომ ეს არის მისი გზა მეოთხე ცენტრად გადაქცევისა დედამიწაზე. თურქეთი თავისთავად თulis იმპერიული ტრადიციის გამგზელებლად და ოსმალეთის იმპერია ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი იმპერია იყო, დიდი იმპერია იყო კაცობრიობის ისტორიაში. მოიცავდა უზარმაზარ ტერიტორიებს და თან იმ ტერიტორიებს, სადაც კაცობრიობის უძველესი ცივილიზაციებია თავმოყრილი. ეს რატო თქვი ახლა ძალთა ბალანსი ჩვენ ვლაპარაკობდით რუსეთის დაშლის მიზანზე, ხო? ნუ ახლა იქ გარკვეულმა ძალებმა ჩათვალეს, რომ ვინაიდან უკრაინაში სიტუაცია არ არის სასურველი იმათვის, ვინც ეს დაგეგმა, იმიტომ რომ იქ მოსალოდნელია კატასტროფა, ამასთან დაკავშირებული ასევე ტრამპის ულტიმატუმი სპორტების. მოსალოდნელია ჩამოშლა ეს ფოტოჟურის სინერგიულად მოხდება. მოხდება იმ სკანდალთან ერთად, აი მიიღეთ ეს რომელიც სულ უფრო და უფრო საოცარ ფორმებს იღებს კიევში ნაბუს სკანდალთან ერთად. ამაზეც ვისაუბროთ. და აი ეს ორი რამ, ანუ ფრონტზე დამარცხებები და აი ეს სკანდალი, სადაც ძალიან ძიმე რაღაცეებია. განსაკუთრებით მაგალითად იგივე გამონათქვამები გარკვეული ეთნოსის წარმომადგენლების უკრაინელებს. რომელიც ასევე ცირკულირებს იქ უკვე უკრაინაში. და რაც ძალიან დაუშვათ პერსპექტივებს აჩენს ეგრეთ წოდებული პოგრომების პროცესში. უნდოვან პერსპექტივები. ხო, ეს ისე ცნობილი. ხო, ვინაიდან უკრაინაში ეს სიტუაცია არის და ძიმე სიტუაციაა და არ არის იმ გეგმა, ვერ სრულდება გეგმა, ხო? საქართველოში კიდე ვერ მოხერხდა საქართველოს აფეთქება. ამისთვის და მისი მიღმა სომხეთთან, აი ეს ანუ სამხრეთ კავკასიის ერთიანი ასე ვთქვათ ანტირუსული აისბერგის ასე ვთქვათ ტარანის მოწყობა. ეს იყო პროექტი ძალიან გასაიდუმლოებული, ძალიან ამ პროექტზე მე დიდი ხანია ვლაპარაკობდი და ფოტოშურის ახდა. რომ ეს აშინიანის თემა და აზერბაიჯანის თემა რო ეს ყარაბაღი ესე მოხდებოდა, რომ სომხეთი, ანუ პაშინიანი ამას გააკეთებდა და პაშინიანი მისი პროექტიც იყო გასაგებია, ცნობისთვის სომხეთში არის ერაყისმიერი ამერიკის ყველაზე დიდი საელჩო, ცნობისთვის. ფაქტობრივად ბაზა. და საზოგადოებრივი აზრი სომხეთში მთლიანად დაიპყრეს. რაც პარადოქსია თავისთავად, მაგრამ ასეა. საქართველოს იყო ამის ცენტრალური ნაწილი. ანუ საქართველოს რო ჩართულიყო ამაში, ახლა სამხრეთ კავკასიაში ჩვენ გვექნებოდა მეორე ფრონტი
კარგი ესე იგი დამთელი დაბომბვები და ასე შემდეგ და პარტიზანული რასაც ღიად გვეუბნებოდნენ. საქართველოს ახლა ეს არ გააკეთა და შესაბამისად ეს პროექტი გამემართულებით წავიდა. წავიდა ფაქტურად ის რომ სანგეზურის კორიდორი უნდა გააკონტროლონ ამერიკელებმა, ასე ვთქვათ, ირანი მთლიანად მოკვეთი უნდა იყოს ამ თავის პროექტებისგან, ნაციონალური სამხრეთის პროექტებისგან, რუსეთი-ირანი. და ასე ამ მთლიანად კონტროლი სამხრეთ კავკასიაზე გამოვიდეს და ვექტორი გაწავიდეს იქით. ცენტრალური აზიისკენ. როგორც წერია ფოტოშორის ემეგივე რენდის კვლევაში და სხვა დოკუმენტებში. ახლა გამომდინარე, ახლა ბუნებრივია საქართველოს შესახებ რაც ვკითხეთ თქვენ, ბუნებრივია საქართველოს ეს დაწოლა გრძელდება და ღებულობენ სრულიად წარმოუდგენელ ენით აღუწერელ სიგიჟეებს გვახვევენ თავს. აქტიურებული არიან და უკვე ესე იგი აი ძალიან მაგონებს ბოროტი ბავშვები რომ ბაყაყებს ბერავენ ხოლმე, ბერავდნენ. ასე ბერავენ ესე ასე ბერავენ ამ ჩვენ ესე იგი სოროსის წიწილებს და ბაყაყებს და ასე შემდეგ, ხო, რომლებიც საერთოდ ადამიანობის ნასახით აღარ აქვს. და კიდევ ამბობ, რაღაც ანტისამყარო შეიქმნა და ყველა თავისი ესე ვთქვათ, ვიზაც გავლენა ჰქონდა დამყარებული მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველა გაააქტიურეს. და ნუ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებენ, აი მართლაც იმდენად ერის აი გადარჩენილი ნაწილში უკვე, ნუ ფსიქიკურ ჯანმრთელობას ვიზავთ, იმდენად გამაღიზიანებას იწვევენ, რომ უნდა ილოცონ ამათმა, რომ ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ანგარიშტორები რაც მე არ მინდა, იქნება ძალიან ძიმე ფორმით. მართლაც. იმიტომ რომ ყველას მოუშალეს უკვე ნერვები ამ მართლაც აი დღეს დავწერე აი საოცრება აი მაგალითად იგივე იმის ზიამაღლობელის საქმე. პოლიციას გააჩნდა ბათუმის წელი იაეთერში ჯერიზახ არ გამიწია ტყუილიო მე ნახე ნუ ახლა ვიდეოა ხო მე მოიგონა რომ მეო მაგალითად შემაფურთხაო მაგინაო და იმიტომ გავარწიო ახლა რა თქმა უნდა ახლა ამის არც ვიდეო არც მოწმე არავინ არ არის რომ ესეთი რამე მოხდა მაგრამ ნუ ამის წრე ამას იჯერებს როგორც ფაქტს იმიტომ რომ იმან რაღაც ჩართო თავისი ვიდეო სენტიმენტალური რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ტყუილია ხო და ახლა რატო ყვები ამას წარმოიდგინე ამასთან დაკავშირებით სრულ გმირებს ქმნიან ანუ მაქსიმალურად ცდილობენ არეულობა გამოიწვიონ აი მაქსიმალურად ყველა ყავს ჩართული იმიტომ რომ არიან გაცოფებულები რომ აი ამ გეოპოლიტიკურ პროექტს ვერ ახორციელებენ ეს გეოპოლიტიკურ პროექტს ახორციელება რა გამოიწვევს ატომური იარაღის გამოყენებას პირდაპირ უნდა ვთქვათ ახლა ეს გამოიწვევს ჩერტა რუსეთის ის იძახიან ახლა რუსეთის მიყვანა იმამდე რა ქვია დაშლამდე როცა თუ დაინახა რუსეთმა რომ მას ესე იგი უკვე აღარ აქვს კონვენციული საშუალებები წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაისვრის იმას რა ქვია იმ ბორეირო აქვს ატომური კრეისერი დააჭერენ ხელს და არიან ისეთი სუბიექტები ვინც იძახიან რომ არავერ გაისვრის და რაღაც ეს მიექცის შტატიანი აგენტურა ხო რომელიც ამ თავის ნარატივების რომ საწარმოებენ სრულიად უსირცხვილოდ აგე პუტინი 4 ჯერ მოკლეს კაცს პუტინი ახლა ის მასივარში ყავთო გავდა მასივიდან გამოყვანილს ამას სრულიად უსირცხვილოდ თან ერთხელ ხო იტყუება 2 ჯერ 3 ჯერ რამდენია ეგეთი ხო გამოდენ და ისევ იგივეს ლაპარაკობენ საერთოდ გაწყვეტილი აქვს შუბლის ზარღვი რა და მეხსიერებოთ მიეცი ახსენეთ ბატონოსოსო და ალბათ შეგულიანებული არიან რომ ვინმე მეტრეველი ხელმძღვანელობს ახლა მიიღს და ხო აქვს იმის იმედი რომ ხარდაჭერა იქნება ლონდონიდან არა ლონდონიდან ისედაც იყო ხარდაჭერა უბრალოდ ეს მეტრეველი
ნუ ახლა ვითომ ქართველია არ არის ქართველი რა მნიშვნელობა აქვს ეს მეტრეველი ცნობილია იმით რომ ის აქცენტს აკეთებს არა ნუ თუ ადრე დაუშვათ ეს იყო რაღაც გარკვეულ სპეცსამსახურებს აქვს თავიანთი ქცევის წესები ნუ რომელიც გულისხმობს რომ აი დაუშვათ ტრადიციულად ჩამოყალიბებული ძლიერი სპეცსამსახურებს აქვს რაღაც ქცევის ნორმები წესები რა რომ ეს წესების თავის მხრივ არის დაკავშირებული იმასთან რომ წესების გარეშე რომ იმოქმედო მე ისეთი შედეგები შეიძლება დაგიდგეს რომ არასასურველი მაგრამ ახლა ეს ცნობილია რომ ეს სრულიად განსხვავებული ტიპაჟები მოვიდნენ და ის მოსვლასთან არის დაკავშირებული აი ის რაღაც საფრთხეები და ის რაღაც ტრადიციული დივერსიები რომელიც დაიწყო მაგრამ აქ ერთი რამეა როცა შენ თვითონ შუშის სახლი გაქვს ახლა სპასლოქებს ესვრი ვერ გავიგე რატო გონია რომ სხვაც არ გესვრის აი ძალიან საინტერესოა ეგ ხო და კიდევ ერთხელ ვამბობ მე უყურებ ამ სიტუაციას რომ ის გეგმების განხორციელება ასე ბრიყულად თუ წავიდა წინ და აი უნდა დავშალო და ისა მივალ ჩვენ თერმობითულ ომამდე ახლა ვიღაცების ეს მის გამო გეოპოლიტიკური რაღაც სიგიჟეების გამო და უშუალოდ კაცობრიობა რომ დაიწვას ამ ცეცხლში მაგრამ არასასწრაფო სიცხვილეა უბრალოდ რა ჩვენ არ ვიმსახურებთ ამას ვინც ვაცნობიერებთ მაგრამ ზოგადად დიდი სისტემები რომლის ნაწილი ჩვენ ვართ გაცილებით ნაკლები გონებით მოირჩევიან გაცილებით ნაკლები გონება აქვს სისტემებს ვიდრე დაუშვათ ცალკეულ მათ შემადგენელს უჯრედებს ვიდრე როგორც ჩვენ აი ჩვენ ახლა ხო გაცილებით რთული ვართ იმ უჯრედებზე რომლებიც ჩვენ შეგვადგენენ 60 მილიარდ 60 ტრილიონ უჯრედზე ხო და აქ პირიქით არის ცალკეული ადამიანები გაცილებით განვითარებულები არიან ვიდრე ეს სახელმწიფოები რომლის ნაწილსაც ისინი შეადგენენ აი ეს არის პარადოქსი ჩვენი ყოფიერების ბატონო სოსო და საუბრის ბოლოს ოქტომბერში 4 ოქტომბერს არის საქართველოში ადგილობრივი არჩევნები როგორ პროგნოზ გააკეთეთ შესაძლოა კვლავ დაიძაბოს სიტუაცია სიტუაცია დასავლეთმა ისე გამოიყენოს ეს როგორც აირყევის მექანიზმი და ასე შემდეგ აუცილებლად ეს აუცილებლად გამოიყენოს დასავლეთი ამას პერმანენტულად აკეთებს ეხლაც აკეთებს აი ამ წუთში როცა დასხელდან კაბინეტებში და ამის გარდა არაფერს რა აურიონ იმას ფიქრობენ ეს რაც ნუ აი რა წარმოუდგენელი რამეა ხო ახლა ეს ფიშერი როა ეს ფიშერი ის გერმანიის ელჩი ის ხორობს ხაზარაძის სახლში დაქირავებულია ხაზარაძის ხო ფული აკლია საერთოდ ცნობილია თავის სახლში გერმანიის ელჩი ბრიტანეთის ელჩი საერთოდ ნუ ახლა ნუ შვედეთის ელჩი ეს პირდაპირ ჩართულებდა ყველა ელჩი იყო მზიამაღლობელის ასე ვთქვათ სასამართლო პროცესი ესე სიმბოლოები რა სიმბოლო რაც აქვს თვითონაც ყველა პროცესს ასახავს მისი სიმბოლო აი ჯორჯ ფლოიდი მაგალითად კარგად ასახავდა ის ბლეკ ლაივს მეტერის იმ მოძრაობის რაც იყო ეს ადგილობრივი მნიშვნელობის პორნო ვარსკვლავი და ესე იგი ნარკობდილერი და ფულის გამყალბებელი და ესე მოძალადე ასახავდა იმ მოძრაობას რომელიც მან მოხდა ხო რაღაც საოცრად ზუსტად ესე არის ეს ამაღლობელი რომელიც არის ესე იგი არატრადიციული ყველა ნიშნით არის შემკული ესე იგი სოროსელი ლესბოსელი და ასე ყველა ფიჩემკულია რა წარმოგიდგენიათ ეს მარტო არა გასილებს იტყმევინება წარმოიდგინეთ აი ეს ამაში ვართ რა და ამას ესე იგი გამოდიან ეს ჩვენი სახელოვანი ესე იგი ვიღაცები და ხარც უჭერენ თუმცა თავის თვალით დაინახეს როგორ მიარტყა ხელი იმას ეს საინტერესოა ხო პოლიციის უფროს მან და ნიუ-იორკის პოლიციის უფროს რო ვიღაცამ სილა გააცნას რა საჯაროდ რას აბუხი იქნება მე სხვათა შორის უამრავ მასალას მიგზავნია რაც მე საჯაროდ გავაქტიურდი და მთხოვენ რომ ან გავასაჯორო ან მაგალითად აუდიტორიას წარუდგინო და მერიდება ამის წარდგენა იმიტომ რომ
ისეთი მძიმე კადრებია, რომ ნამდვილად ამხსოვს, რომ საქართველოს პოლიცია მიიღოს მსგავსი ფორმები, მაგრამ ეს იმის ნიშნად ღირს ალბათ, მე მაინც ამას არ გავაკეთებ, მაგრამ იმის ნიშნად ღირს უბრალოდ, რომ რას ნიშნავს მუნდირიანი პიროვნება დასავლეთ სამყაროში, ანუ კონკრეტულად ამერიკაში, ევროპაში არის როგორ ხდება, მაგრამ ამერიკაში ნამდვილად შეუდარებლად კაცრები არის, აი ბრუტალური არის ეგეთი მცნება და ეს ზუსტად ასეა რა. აი ყველაზე ტრაგედია. ფაქტობრივად დანდობა არ აქვს ხოლმე და ყველაზე ცუდი იცით რა არის? აი როცა პოლიციის თანამშრომელს ესაუბრები თავიდანვე, აი როგორც კი გაჩერებს. მე პირადი გამოცდილებიდან ვამბობ, იმიტომ რომ აქ ცხოვრობდა ყველაზე მარტივ დანაშაულზე საგზაო წესების დარღვევის დროს. ყველა გვაფრთხილებდა, რომ საერთო ჯობია ხმა არ ამოიღო, ფანჯარა ჩაწიო და ხელები დადო საჭესთან. მართლა, აი ესე, რომ დავჯექი საჭესთან, ეს იყო 2016 წელი, ვინც გამოცდილი მძღოლი იყო, მეთქვა, აი, გადაიყრებიო, იმიტომ რომ ცხოვრება ესეთი დაარღვეო და ნუ ცოდვა გამხელილი ჯობს და დამირღვევია რა უნებლიეთ. აი, მეც ზუსტად ასე ვიქცევი, რომ რამე შარს არ გადავეყარო რა. აი ახლა რაში იყოს, რაშია საქმე რა. ესე იგი, სულ ავთხილებდი მე სხვათაშორის როგორც შემეძლო ჩემ გამოსვლებში, რომ ნუ აკეთებთ ისე ნუ იქცევით, რომ იძულებული გახდეს სახელმწიფო, რომ გაამკაცროს და ინსტრუქციები სხვანაირი კონდეს პოლიციას. იმიტომ რომ საქართველოში პოლიცია იყო 12 წლის შემდეგ, მანამდე ახლა მიშა და ინსტრუქციებს აძლევდა მოყალი და ცემე და არა ყველანი ციხეში და ასე შემდეგ. ეს სხვა არის. აი ახლა ესე იგი საერთოდ პრობლემა არ იყო პოლიციას. საერთოდ არაჩვეულებრივად იქცეოდნენ და ახლა სხვათა შორის ეგეთი მოთმინება რაც მაგათმა გამოამჟღავნეს აკაცუკებისთან მიმართებაში და ის ერთეული როდესაც ახლა წარმოიდგინეთ ერთად რომ ამერიკაში პოლიციას ეგრე მოექცე, ხო? ეს იყო ლეტალური იმით დამთავრდება და არც არავინ არ ინანებს. აქ ერთი ისა დამთავრდა არაფერი, საერთოდ არანაირი ის არ მოსვლია და იმას ბავშვები როგორ დაიჭირენ, ეს ბავშვები კი ვნახეთ რა ბავშვებიც იყვნენ, ხო? ხო და აი ეს უბედურება ის არის, რომ როდესაც აი ხალხი გამოდის ამ საერთოდ ზნეობრივი კანონები მთლიანად ერღვევა, მაშინ დგება უკვე გარე კანონების გამკაცრების აუცილებლობა რა. და იქნება დრაკონული კანონები და მე ამ დრაკონული კანონების აღსრულება და მე ამის გაჩერება რთულია. და ეს სწორედ ეს არ მინდოდა და არ გვინდა ეს ნანახი მაქვს მე პირადად და ვეუბნებ ვამბობდი რომ ნუ აკეთებთ ამას, სწორედ ისე ჩვენი ის ერთი თქვენთან ერთად ძალიან ბევრი ნორმალური ადამიანის დისკომფორტს იგრძნობს ამის გამო. თქვენ ხართ დეგენერატები, მართლა სულ ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ არ ესმის ადამიანს, რომ ახლა შეიარაღებულ პოლიციას იქ სხვისთან ის არ უნდა უტრიალო და დედა არ უნდა აგინო. ხო? ეს რო არ ესმის ადამიანს და რაღაცაზე ლაპარაკობს დემოკრატიაზე და რაღაც სიგიჟეებზე რო ლაპარაკობს აქ, ხო? და ამას რამდენჯერ არ ესმით. ახლა დღესაც სასამართლოში დაკბინა იმან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ვინმე დათაშვილმა დაკბინა მანდატური. წარმოგიდგენ იკვინებიან უკვე. უკვე კი აიხან ეკვირებიან, მაგრამ რასაც კომიკურად ხედავთ, თან ეს ხალი არის მასწავლებელი. და ესე ტრაგედიაში ვართ, რა მართლაც აი კაკისტოკრატია დაგვიმყარეს რა. კაკისტოკა უარესთა იგი ოხლოკრატია, იგივე კაკისტოკრატია რა. და ეს არის ჩვენი ქვეყნის ტრაგედია სამწუხაროდ რა. ბატონო სოსო, ძალიან დიდი მადლობა. მორიგჯერზე ესეთი საინტერესო საუბრისთვის და მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ესეთი ამომწურავი პასუხისთვის და უბრალოდ რეზუმეთ იმას ვიტყვი, რომ იმედია, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. მეგულისხმობ 9 აგვისტოს და აგვისტოზე მეტად ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ იქნება სექტემბრის პირველი რიცხვები. როცა ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელები ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან და აი იქ რა სტრატეგიულ გადაწყვეტილებას მიიღებენ პეკინში. თან მე მგონი პირველად არის მე მგონი რომ 4 დღე ტოვებს სახელმწიფოს. პუტინი კი
და მე მაგათი ბარონ ტრამპის ტვიტები წავიკითხე მე და ძალიან საინტერესო ტვიტებია თუ გაქვთ თუ ნახეთ ობამასთან დაკავშირებით და სოფლიო ესე ვთქვათ პედოფილიის ქსელის ხილებასთან დაკავშირებით ჯულიან ასანჯის ვიკილიქსის მასალები გამოაქვეყნა ბარონ ტრამპმა ტვიტზე და ძალიან საინტერესო რამ არის შეიძლება ძალიან შეიცვალოს მანდატ სიტუაცია ახლა მოგეხსენებათ რომ ობამას საბრძოლო წყალად შეადანაშაულებენ ხო ამას თუ დაემატა ის რომ ობამა მარტო არ იყო მე კლინტონებს გულისხმობდა მე მთელი თანხლები პირები ეს შლეიფად რო დაყვება ყველაფერს და საკმაოდ კარგად გამოიყენებს იმ ეპშტეინის დაძრულ თემას ალბათ კი და ძალიან ახლა დღეს წავიკითხე მე ეს ბარონ ტრამპის ისა ტვიტები და ძალიან სერიოზული რამ არის მინდა ვთქვა. არ ვიცი მე სიმართლე გითხრა, ეხლა თქვენ ხო იცით რომ ბარონი არ დაწერს მამის გარეშე ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. ხო და ართან ბარონი ყველაზე უმცროსი ვაჟთაგან არის. ეხლა წარმოიდგინეთ ის რომ ამას თავს უფლებას აძლევს ამის წერის და გამოქვეყნების უფლებას. თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ზემოთ რა ხდება. ზემოთ რა ხდება და იქ ლაპარაკია სამხედრო ოპერაციებზე და ასე შემდეგ. აი ადრე რო იყო ტრამპის წინაარჩევნების დროს რო წააგო. ხომ გვახსოვს აი მაშინ ეს QAnonis ისინი რომ მიდიოდა კონსპირაცია რო გამოაცხადეს. აი დაახლოებით ამ იმაში აქ ჟანრში გამოქვეყნებული ბარონ ტრამპს ეს ამბები და ეს თუ წავიდა ამერიკაში ეგ პროცესი და მიდის როგორც ჩანს ეს დრამატულად შეცვლის სხვათა შორის გლობალური პოლიტიკის დინამიკასაც. არ ვიცი რამდენად ეს ხელშეუწყობს უნებლით ამერიკის შეერთებული შტატების დეცენტრალიზაციას, რაც ნამდვილად არ მსურს. იმიტომ კი არა რომ აქ ცხოვრობ ეხლა დროებით თუ ჯერჯერობით, იმიტომ რომ ეს ტალღისებრად გამოიწვევს ცვლილებებს დედამიწაზე და მოგვადგება ჩვენ, მეგულისხმობ ამჯერად საქართველოს. ხო და არადა ყველა წინაპირობაა ამისი რა. იმიტომ რომ ყველა დიდი ცნობილი ამერიკელი ეკონომისტი და ექსპერტი ამბობს რომ ეს კარგად არ დასრულდება ეს მოკლე რო თქვა. ხო და იმათ ბევრად მეტი არგუმენტი აქვს ალბათ იმიტომ რომ საქმეს ჩახედულები არიან და იციან რა ხდებოდა არ ვიცი მე ალბათ ბუში უმცროსის მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ხო გუშინ არ დაწყებულა ეს ყველაფერი ხო კლინტონი რო შეიცვალა და ეს დემოკრატიული ტალღა რო გადაიარა და საბჭოთა აღარ იყო აღმოჩნდა ეხლა თულმე ყველაფერი ის რაც ეხლა ხდება დაწყებული არის 35 წლის წინ ჰილარი კლინტონი და მთელი ამბებია ახლა პირდაპირ ჰილარი კლინტონზე მიდის იმისთან ყვალი და იმისთან ტრაექტორია მიდის მოკლედ საოცრებაა და თან ეხლა ორ ფრონტზე როგორ უნდა იყოს ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი არ ვიცი შეიძლება იმიტომაც წავიდნენ დასასვენებლად რომ ვინ დატოვეს ეხლა საჭესთან შტურვალთან ალბათ უკვე გადაწყვეტილია ვინ გაუძღვება ამ თემებს იმიტომ რომ სექტემბრამდე რაღაცნაირად უნდა მივიდნენ ბატონსოს სხვანაირად არ არსებობს იმიტომ რომ 10 აგვისტოს იწურება ის რუსეთთან ეგრეთ წოდებული ვითომ ულტიმატუმი რომელიც ახლა როგორც თქვენ ბრძანეთ და ის რო გამომიგზავნეთ რომ გადაწია ასე ვთქვათ რაღაც პერიოდით ხო და ნუ გამოდის რომ ყველაფერი მოხდება 60 სექტემბერს რა და ვართ ამ 60 სექტემბრის მოლოდინში ბატონო კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობა საქართველოში, მშვიდობა ქართველობას ამერიკის შეერთებულ შტატებში და ზოგადად ამერიკას და აბა საუკეთესო სურვილებით და დროებით. დაიხარეთ, აბა დროებით, კარგად გრძანდებოდეთ.